დღემდე ყოველ დღე, როცა მივიდივარ აქციაზე, ხანდახან გამიზნულად, მაგრამ ხანდახან შეიძლება არც კი, თან მაქვს მუდმივად კამერა. და ვცდილობ, რომ ყველაფერი დავაფიქსირო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში იქიდან გამომდინარე, როგორი მდგომარეობაც გვაქვს, შეიძლება ჩემი ნებისმიერი კადრი უბრალოდ იმის მტკიცებულება გახდეს, რომ არ ვიცი, დაიჭირან ჩემი მეგობრები, შეიძლება დავაფიქსირო ისეთი რაღაც, რაც კონკრეტულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. მე ვარ კობიაშვილი, 22 წლის, სტუდენტი, ფოტოგრაფი და ფილმეიკერი. წელს ბერლინალეზე იყო წარდგენილი ჩემი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა, რომელიც ჩემი მეგობრების ყოველდღიურობის ამბავს ყვება სივრცეში, სადაც ყოველდღიურობა თავისთავად ძალიან პოლიტიკური ხდება. შესაბამისად, ეს ჩვენი ამბავი არის რაღაცნაირად სინთეზი ჩვენი ძალიან ბუნებრივი ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და იმ პოლიტიკური ნაწილის, რომელიც ჩვენ დღის მეორე ნაწილს სტანდარტულად იკავებს უკვე დიდი ხანია ბოლო პერიოდში. ფილმის გადაღება დავიწყე ზამთარში, იქამდე სანამ გაზაფხულის აქციები დაიწყებოდა და რაღაცა ვიცოდი რომ უნივერსიტეტისთვის ჩემს საბაკალავრო ნაშრომად უნდა გამეკეთებინა ფილმი და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა დოკუმენტური ფილმი. და იქიდან გამომდინარე რომ ვიცოდი ჩემს მეგობრებთან ესეთი მარტივი ექსესი მექნებოდა იქიდან გამომდინარე რომ შეჩვეულები არიან ჩემს და კამერასთან ერთად რაღაც ყოფნას მათ სტანდარტულ ყოველდღიურობაში ვიფიქრე რომ ძალიან ესეთი მარტივი იქნებოდა მათთვის ამ პროცესთან შეგვება და გაზაფხულზე უკვე როდესაც პირველი წარდგენა მოხდა უკვე მეორედ, მაგრამ თავიდან გააჟღერეს აგენტების კანონის მიღების შესახებ ინფორმაცია. ძალიან ბუნებრივად შემოვიდა ფილმში აქციების ნარატივი და საბოლოო ჯამში ჩემი ფილმი იმის გარდა რომ ჩემი კამერით რაღაცნაირად მე თვითონაც პერსონაჟი გავხდი იმისი, რასაც ვაკვირდებოდი, ჩემი მეგობრების ყოველდღიურობასთან ერთად ზუსტად ისეთივე ყოველდღიურობა გახდა ეს პოლიტიკური პროცესები, რასაც რა თქმა უნდა თავს ვერ ავარიდებდით რაღაც მომენტში და საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო კონტრასტი შეიქმნა ფილმში იმის თუ როგორი მცდელობა აქვს ჩემს მეგობრებს იმის რომ თუნდაც ერთად გაატარონ დრო იყვნენ ისეთი ლაღები იყვნენ ისეთივე ხარისიანები, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად ის პასუხისმგებლობა არ დაკარგონ, რაც ყველას გვაკისრია ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით ამ ეტაპზე. გადაღების დასაწყისში იდეაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, როგორ უნდა ან გადამეღო ან დამემონტაჟებინა და ჩემი რაღაც პირველი მიზანი რაც იყო და გზა როგორც მივუდექი ამ ფილმის გაკეთებას იყო ის რომ უბრალოდ ესე მარტივად ძალიან მინიმალური აღჭურვილობით ჩემი პატარა კამერით გავყოლოდი ჩემს მეგობრებს და მე თვითონაც ის მდგომარეობა რაც სტანდარტულია ხოლმე მათ გარემოცვაში ყოფნის არ დამეკარგა კამერასთან ერთად რაღაცა ხელის კამერა მაქვს თლიანად ფილმში რაც მგონია რომ უფრო ატმოსფერულს ხდის და უფრო ბუნებრივს და ნამდვილს რაც ახასიათებს ჩემს ამბავს და ნუ როდესაც აქციები დაიწყო მაშინაც ბევრად უფრო კომფორტული იყო და ბევრად უფრო უსაფრთხო რომ მინიმალური აღჭურვილობით ყოფილიყავი რომ მქონოდა რაც შეიძლება მეტი თავისუფლების შეგრძნება და მგონია რომ ხრობის ხასიათს მოუხდა ხრობის ასეთი ფორმა იქიდან გამომდინარე რომ მაინც ძალიან ჩემთვის ნაცნობ ყოველდღიურობას ავსახავდა თითქოს ამით შევძალი რომ ჩემი თავი როგორც პერსონაჟი არ დამეკარგა ფილმში და ისეთივე თვალით ეყურები და მაყურებელს ჩემი ფილმისთვის როგორც მე ვუყურებ ჩემს ყოველდღიურობას და მონტაჟის დროსაც იდეაში ზუსტად ის ქრონოლოგია აქვს ამბებს კადრებს როგორც ვიღებდით და როგორც ვითარდებოდა ეს ამბები შესაბამისად მონტაჟით საკმაოდ გამარტივდა აქედან გამომდინარე და მაქსიმალურად ვეცადე რომ რაღაც მინიმალური ჩარავით და манипуляციით მომეყოლა ეს ამბავი რომ შეენარჩუნებინა ეს ბუნებრივობა და სინამდვილე რაც ამ ამბავს ახასიათებს. ფილმი არის ბიუჯეტის გარეშე გაკეთებული ჩემი კამერით და ხმის აპარატურის გარეშე
ჩაწერილი. პრინციპში მარტო კამერით მუშაობდი და ბიუჯეტის არარსებობა ამარტივებდა იმ ამბავს, რომ რაღაცა მაინც ბოლომდე დამოუკიდებელი ფილმი დარჩა და უკვე პოსტპროდუქციისთვის ჩემი უნივერსიტეტის ჯიპას დახმარებით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დახმარებით პოსტპროდუქციაზე დამიჭირეს მხარი და კიდევ უფრო galomazda და მოწესრიგდა რა ეს ჩემი ფილმი. რაღაც მომენტში როცა ფილმის გადაღება დავასრულე და რო ვთქვი რომ რაღაცა ამ ფილმის მონტაჟს ვიწყებ, პარალელურ რეჟიმში სულ ვაგრძელებდი გადაღებას, რაღაცა დასრული წერტილი არ ქონია გადაღების პროცესს ჩემთვის და დღემდე ყოველ დღე როცა მივიდივარ აქციაზე, ხანდახან გამიზნულად, მაგრამ ხანდახან შეიძლება არც კი თან მაქვს მუდმივად კამერა. და ვცდილობ, რომ ყველაფერი დავაფიქსირო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში იქიდან გამომდინარე, როგორი მდგომარეობაც გვაქვს, შეიძლება ჩემი ნებისმიერი კადრი უბრალოდ იმის მტკიცებულება გახდეს, რომ არ ვიცი, დაიჭირონ ჩემი მეგობრები, შეიძლება დავაფიქსირო ესეთი რაღაც, რაც კონკრეტულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ვიფიქრე ფილმის გაგრძელებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ 43 წუთი არის რანთაიმი ფილმის. მაინც თავი შევიკავე ფილმის გაგრძელებისგან, იმიტომ რომ მგონია, რომ რაღაც კონკრეტული ამბავი ამ ფილმმა და რაღაც კონკრეტული დროის მონაკვეთი უკვე შეაჯამა და მოყვა და ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ახალი ინტენსივობის ბრძოლაში ვართ გადასულები, დავტოვე თავისთვის, მაგრამ ხო გადაღებას ისევ ვაგრძელებ და ვაგროვებ ამ მასალას ამ ეტაპზე არ ვიცი. რა მიზნით და რისთვის, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ყველაფერი დავაფიქსირო, იმიტომ რომ სულ რაღაცაში არ გადაიზარდოს ნამუშევარში. მგონია, რომ მნიშვნელოვანია დოკუმენტაცია მოხდეს, რაც შეიძლება მეტი თვალით და მეტი კამერით ამ პროცესების. ჩემი ფილმი ბერლინალეზე სადა ესე დაუგეგმავად მოხდა ეს ამბავი ჩემგან დამოუკიდებლად ჩემმა ლექტორმა სოსო დუმბაძემ გადაწყვიტა რომ თავისი ინიციატივით ჩემთან შეთანხმებით რა თქმა უნდა გაეზიარებინა ჩემი ფილმის ელექტორებისთვის და რაღაცა პირველი მოლოდინი რაც გქონდა იყო ის რომ თუ უკავშირს მივიღებთ და რაღაცა აზრებს ელექტორების უკვე რაღაც დიდი ამბავი იქნებოდა. ბოლოს ისე მოხდა რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა ყველას მოეწონა ეს ფილმი თან იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ აქტუალურ თემაზე ლაპარაკობს ეს ფილმი აქედან გამომდინარეც კიდევ უფრო დიდი დაინტერესება მოყვა ჩემს ფილმს და ფილმი მოხდა ფორმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში რომელსაც სახელად ერქვა Open Words, Open Wounds. ღია სიტყვები და ღია ჭრილობები. პრემიერამ და მეორე ჩვენებამაც ბევრად უფრო კარგად ჩაიარა, ვიდრე წარმომედგინა და ყველაზე სასიამოვნო პროცესში რაც იყო, არა მხოლოდ ქართველი რაღაც ადამიანები, ვინც იდეაში სუბტიტრებით მიყვებოდნენ ფილმს და ქართული ენა არ ესმით, ზუსტად ისე მიყვებოდნენ ფილმს ემოციაში, როგორც რაღაცა მე მქონდა რაღაც მომენტში წარმოდგენილი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო და იმის მიუხედავად, რომ ძალიან ესეთი ძალიან ქართული და ძალიან ჩვენი ამბავია, მგონია რომ ზუსტად იგივე ემოციური ინტენსივობით განიცადა ნებისმიერმა მაყურებელმა და ძალიან სასიამოვნო იყო, როცა აბსოლუტურად ყველა დეტალზე, რაზეც რამდენი გაქვს ნაფიქრი, ზუსტად იმ მომენტში მაყურებლისგან რომ უკუ რეაქციას იღებთ, თუნდაც ვოკალურს, თუნდაც რაღაცა მიმიკას ეს იყო ალბათ ყველაზე ძვირფასი და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო. და რა იდეაში ჩემი მთავარი მიზანი და რაღაცნაირად როლი ამ მთელ პროცესში უპირველესად იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის რაღაცა ეს კოლექტიური ბრძოლა, რაშიც ყველა თავდაუზოგავად ვართ ჩართულები, უნდა ხმამაღლა გამეჟღერებინა და ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც შეიძლება ბევრად ნაკლებად ემოციური და მნიშვნელოვანია ეს პროცესები, მათთვისაც თითქოს
ამეხსნა რამდენად მნიშვნელოვანია დიდ ბრძოლაში ვართ ახლა და იმის მიუხედავად რომ ჩემი ფილმი რაღაც კონკრეტულ სახის პროტესტებზე იყო ახლა კიდევ უფრო დიდ ბრძოლაში გადავედით და მინდოდა რომ ამაზეც რაღაც მხრივ მესაუბრა და მიმეწვდინა ხმა ახალი მაყურებლისთვის. იქიდან გამომდინარე რომ პრემიერამ უკვე ჩაიარა მსოფლიო პრემიერამ საკმაოდ მალე უკვე რამდენიმე ჩვენება არის თბილისში დაგეგმილი და ქართული პრემიერა იქნება დაორგანიზებული ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ. მის შემდეგ უკვე სავარაუდოდ გოეთეს ინსტიტუტს ექნება ჩვენება დოკუმენტური კინოს ასოციაციას და იმედია ფესტივალებზეც, ქართულ ფესტივალებზეც მალე შეძლებთ ფილმის ნახვას.